ბიბლია მთავრდება სიტყვებით ჰე მოხვიდოდე უფალო, ანუ დაახლოებით ამას ნიშნავს მალე მოდი უფალო, მალე მოდი. ანუ ის ვინც მეორედ მოსვლას უფრთხის, ის ხო ქრისტიანი არ არის, მან არის ის რაზე ლაპარაკობს საერთოდ. ეს რა არის? ქრისტე აი როგორ წავიდა, ხო გახსოვთ ამაღლებისას როგორ ამაღლდა ზეცსა და უყურებენ და ანგელოზები რო ეცხადებიან. ეს არის საოცარი ახალი სიცოცხლის დასაწყისი, მარადული ბედნიერების დასაწყისი. ამიტომ მეორედ მოსვლას ჩვენ ძალიან ველოდებით. მაგრამ ძალიან ხშირად როცა მეორედ მოსვლას უკავშირებენ უბედურებას უკავშირებენ, იმიტომ რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდი ეს არის კაცობრიობის უკიდურეს ურჯულოებაში ჩავარდნა. რაში ვლინდება ეს ურჯულობა? ეს ურჯულობა ვლინდება იმაში, რომ კაცობრიობა ეცდება ფაქტობრივად მეორე ბაბილონის გოდოს აშენებს, ეცდება შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ღმერთი საჭირო არ არის. აი ეს მდგომარეობა მოვა და კაცობრიობის ისტორია დაკარგავს აზრს. რა გონიათ თქვენ კაცობრიობის ისტორია რაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაიბადონ, რაც შეიძლება მეტი წვადი და ხაჭაპური ჭამონ და ბოლოს მიწა შეეზილონ? ამისთვის იბადება ადამიანი? ადამიანი მარადული სიცოცხლისათვის იბადება და თუ ადამიანი ამას თავისუფალი არჩევანით აღწევს, ან ღმერთი ან უღმერთობა და თუ კიდევ ვიმეორებ, კაცობრიობაში დადგება პერიოდი, როდესაც ამის შესაძლებლობა მოისპოვა. ანუ გაჩნდება ადამიანი, მისთვის შეუძლებელი იქნება ღმერთი შეიმეცნოს, ისეთი გარემო იქნება სრული სეკულარული